სალამი ჩემო მეგობრებო, მე ვარ უცნაური ნელსონა. დღეს დაგიბრუნდით მე და ფეხბურთის მეორე ეპიზოდით, სადაც უნდა ვისაუბროთ ლონდონის არსენალის ჩემპიონობაზე. პირველ რიგში მოგილოცავთ ყველა არსენალის გულშემატკივარს თქვენი საყვარელი გუნდის გამარჯვებას, მიულოცავ ყველა არსენალის გულშემატკივარს უკლებლივ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებას, აი ამ ნანატრი ტიტულის მოგებას, რომელსაც 22 წელიწადია ელოდებოდით. ეხლა მე პირადად არსენალის გულშემატკივარი არ ვარ, სხვა კლუბის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ როგორც ფეხბურთის მოყვარული ადამიანს და ჩემ წრეშიც და ჩემ საახლობლოშიც ბევრია ისეთი, ვინც ლონდონის არსენალს გულშემატკივრობს, ასე რომ ყველას მოგილოცავთ აი ამ ნანატრ ტიტულს. 22 წლიანი პაუზის შემდეგ არსენალი ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებულია. წლევანდელი სეზონი იყო ძალიან დრამატული პრემიერ ლიგაში, ბოლოს წინა ტურში გაირკვა ჩემპიონის ბედი. Manchester City-ს წუხელ ქულები რვა დაიკარგა ბორმუთთან და ფრერ ვარ ეთამაშა. ბოლო ტურში 38 ტურში გადაწყდებოდა პრემიერ ლიგის გამარჯვებულის ბედი. მაგრამ მოხდა ისე, რომ წუხანდელი Manchester City-ს ნათამაშები ფრის შემდეგ ქულები ესე გადანაწილდა. 82 ქულა აქვს ლონდონის არსენალს ამ ეტაპზე 37 ტურის თავზე და 78 ქულა აქვს Manchester City-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ 4 ქულით წინ არის Manchester City-ზე ლონდონის არსენალი, სულ ბოლო ტურის თამაშია. ლონდონის არსენალმა წააგოს და City მოიგოს, მაინც ერთი ქულა იქნება სხვაობა და ამით უკვე ოფიციალურად გაოფიციალურებული არის, ესე ვთქვათ, არსენალის ჩემპიონობა. საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ევერტონს ლონდონის არსენალის გაჩემპიონებაში და რატომ? 35 ტურში Manchester City-მ დაკარგა ევერტონთან ქულები, თუ გახსოვთ ეგ თამაში, 3-3 რო ითამაშა. მაშინ ევერტონისთვის რომ მოიგო Manchester City-ს, უკვე Manchester City-ს ხელში იყო ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონობა, რადგან ევერტონთან რომ მოიგო და დარჩენილი ყველა თამაში რომ მოიგო Manchester City-ს, სულ რაღაც რამოდენიმე ტური, უკვე მის ხელში იყო ჩემპიონობა, რადგან ურთიერთ თამაშების, ესე ვთქვათ, ისტორიაში წლევანდელ წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში Manchester City-ს ჰქონდა უპირატესობა, ერთი მოგება ჰქონდა და ერთი ფრე ლონდონის არსენალთან. გატანილი ბურთების კუთხითაც წინ იყო Manchester City ლონდონის არსენალზე, ასე რომ ევერტონის აი 90% არის წვლილი იმაში, რომ წელს Manchester City ვერ მოიგო პრემიერ ლიგა და მეტოქეებმა აღმართეს თასი. ძალიან დრამატული გამოდგა მართლაც, აი წლევანდელი სეზონი, ძალიან დრამატული. არსენალისთვის წლევანდელი სეზონი და წლევანდელი წელი არის აი ისტორიულად მნიშვნელოვანი, გამომდინარე კიდე იქიდან, რომ პრემიერ ლიგის ტიტულის გარდა აგერ გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩემპიონთა ლიგა კიდე ყველას კარგად მოგეხსენებათ, განსაკუთრებით არსენალის გულშემატკივრებს, რომ არასდროს არ აქვს მოგებული ლონდონის არსენალს. და წელს იქნება ლონდონის არსენალის, ესე ვთქვათ, საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი, თუ მათ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართეს. სულ რაღაც ერთი თამაშის მოგება აშორებს ლონდონის არსენალს ისტორიულ ჩემპიონთა ლიგის მოგებამდეც. ერთ სეზონში გუნდ შეუძლია აგერ პრემიერ ლიგა მოიგეს უკვე და მოიგონ ჩემპიონთა ლიგაც, თუ რა თქმა უნდა პარი სენ-ჟერმენს დაამარცხებენ ფინალში. და ეს იქნება არსენალისთვის პირველი ტიტული ჩემპიონთა ლიგის. ნახოთ და აველოდოთ 30 მაისს და ვნახოთ ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე რა სიზამს. ძალიან საინტერესო არის. ზოგადად ისე ერთი კუთხით მინდა კიდე ხაზი გაუსვა იმას, რომ წლევანდელ წელს პრემიერ ლიგის გუნდები ძალიან დომინანტად გამოიყურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ევროტურნირის ფინალში არიან გასულები. აგერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის არსენალია გასული, ევროპა ლიგის ფინალში არის ასტონ ვილა გასული და კონფერენს ლიგის ფინალში კრისტალ პალასი. ანუ თეორიულად სამივე ინგლისურ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ სამივე ევროტურნირი მოიგოს. ჩემპიონთა ლიგა არსენალმა, ევროპის ლიგა ასტონ ვილამ და კონფერენს ლიგა კრისტალ პალასმა. ნახოთ როგორ რა იქნება, დაველოდოთ მოვლენებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ეს დღევანდელი ვიდეო მიუძღვენთ არსენალის ჩემპიონობას. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველა არსენალის გულშემატკივარს ამ ნანატ ტიტულს, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა კარგად ბრძანდებოდეთ.